თავი მე-14. ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი და მოეწონა. აბრუნდა და გამოუცხადა თავის მამას და დედას. ერთი ქალი ვნახე თიმნათში ფილისტიმელი, მომიყვანეთ იგი ცოლად. უთხრეს მამამ და დედამ. ქალი დაილია შენ საგვარეულოში და მთელ შენ სერში. წინა დაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოვლობ ცოლს. უთხრა სამსონმა მამამის. ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა. რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისაგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად. წავიდა სამსონი თიმნათში თავის მამასთან და დედასთან ერთად. როცა თიმნათის ზურებს მიუახლოვდნენ, აჰა ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მისკენ. მოიცვა იგი უფლისულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჯერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა. მივიდა ელაპარაკა ქალს და თვალში მოუვიდა იგი სამსონს. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა. მოკლული ლომის სანახავადად შეუხვია და აჰა ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში. პეშვით გამოიღო, მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. როცა მამას და დედას წამოეწია, მისცა და მათაც ჭამეს. მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს თაფლი ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული. მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე. როცა იგი ნახეს, 30 მაყარი ამოურჩიეს და ისინიც იყვნენ მასთან. უთხრა მათ სამსონმა, ერთ გამოცანას გეტყვით. თუ ამ 7 დღეში გამოიცნობთ, სანამ ლხინი გრძელდება, 30 ხელსაცვალს და 30 ხელ ტანსაცმელს მოგცემთ. თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით 30 ხელი საცვალი და 30 ხელი ტანსაცმელი. მათ უთხრეს, თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ. უთხრა, ჭამელიდან საჭმელი გამოვიდა, ძლიერიდან ტკბილი გამოვიდა. 3 დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა. მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს. დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავდა მამა შენის სახსაც. ნუ თუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ. შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა, გძულები ვარ, კი არ ყვარები ვარ. გამოცანა მიგიცია ჩემი ანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა, ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მithქვამს მისი ახსნა. შენ როგორ გეტყვი? 7 დღე შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ლხინი გრძელდებოდა. ბოლოს მე-7 დღეს თავი რომ მოაბეზრა, უთხრა ახსნა. მე-7 დღეს მზის ჩასვლამდე უთხრეს მას თიმნათელებმა. რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი? უთხრა, ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას. მოიცვა იგი უფლისულმა, წავიდა ასკალონში. დახოცა 30 კაცი, გახადა ტანსაცმელი და ჩამოურიგა თითო-თითო ხელი გამოცანის გამომცნობლებს. მერე გაცეცხლებული მამის სახლში დაბრუნდა. სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მეკორწინეს მისთხოვდა ქმრის მაყარს.